ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში და ყურძნის ფასი გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, ყურძენი ვაზზე უყება, ჩაბარებაზე კი ღვინის კომპანიები უარს ამბობენ. დასეტყვილ ყურძენში სახელმწიფო სუბსიდიის სახით 35 თეთრს, ხოლო ქარხანა 5-დან 15 თეთრამდე იხდის. შაქრიანელები ხელისუფლებას თხოვენ, რომ 35 თეთრი პირდაპირ მათ მისცენ. ამით მევენახეებს ტრანსპორტის ხარჯი დაეზოგებათ. აქციის მონაწილეებს შეხვდა რთველი 2015 საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ყურძენი ყვარლის რაიონში ახლა მწიფდება და ქარხნებში ჩაბარება პრობლემა არ იქნება. დღეს არის ძალიან გაჭირვება ქალაქში. ეს 35 თეთრი, რომელსაც გვაძლევს სახელმწიფო, ჩამოვიდეს გამგეობამ დააფიქსიროს ყოველივე გაჭირვებულ ოჯახს, რომელიც არის 400-500 კილო ყურძენი მივცეთ და გავატანოთ 35 თეთრად. თვითონ დაკრიფო და ის 5 თეთრი, რომელიც ქარხანას ჩვენი ჯიბიდან კიდევ მიაქვს სუბსიდენ, ისინი არ წაიღებენ. კმაყოფილები იქნებიან. ის დასეტყვილი ადამიანი და ის საწყალი ადამიანის, რომელსაც ცხოვრებაში სუფთა ღვინო რა არის და ბადაგი არ დაულევია. მეუბნებიან ქარხნები გახსნილია, ქარხნები მუშაობს, მიდიხარ შემოვიარეთ მთელი ქარხნები და არ ვიღებთ. მეუბნებიან. არა, არ ვიღებთ. არ იღებენ, ყურძენს არ იღებენ. არ ვიცი, ზოგი ხმასაა, ზოგი გელაპარაკება, ზოგი არ გელაპარაკება, პასუხს არ აქცევს. აი ეს გაჩერებული. ყველა იმ რეგიონში, სადაც ყურძენი დამწიფდა, ქარხნები ღია არის. პლუს ამას არის სახელმწიფო ქარხნები გახსნილი, იმ შემთხვევაში თუ კერძო კომპანიებშიდან მოთხოვნილება იმდენი არ იქნება, ანუ დაზღვევის მიზნით. თუ ამ სოფელშიც ყურძენი მომწიფდება, ჩვენ აქაც გვაქვს ხელშეკრულებები დადებული ღვინის ქარხნებთან და ნებისმიერ რეგიონში შეგვიძლია გავხსნათ ქარხანა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აუწონოთ ყურძენი და ყურძენის თავისუფალ მოქცევაში გაშვება ჩვენ დაუშვათ, როგორ გავწმუნდებით, რომ ეს ყურძენი ნამდვილად ხდება ბაზარზე, ნამდვილად ხდება მისი რეალიზაცია, ეს ყურძენი აღარ ტრიალდება, ხელახლა აღარ იწონება და ასე შემდეგ. ეს ყოველად გამორიცხულია, ესეთი პრაქტიკა არც ადრე იყო და არც ახლა იქნება, იმიტომ რომ ეს ადმინისტრირების კუთხით შეუძლებელია. რთველი წავა ამის მიუხედავად აბსოლუტურად ორგანიზებულად ყველა საწარმო ღია მისაღებად ყურძნის